დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ორ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. პირველი ეხება პრემიერ-მინისტრის დავალებას, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა და შემუშავდა იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები. ამ ცვლილებების თანახმად მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები საქართველოში. პირველი ცვლილება ეხება იმას, რომ თუ კი დღეს 18 წლიდან ადამიანს შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, თუ კი ამის ნებართვას მოიპოვებს, ჩვენი ცვლილებებით იმ პირს, ვინც ეძიებს ნებართვის მოპოვებას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებელი იქნება, რომ ეს პირი იყოს 23 წელს მიღწეული. 21 წლის ზღვარი დგინდება მხოლოდ სპორტული გაზის და სანადირო იარაღის შემთხვევაში. დანარჩენი ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევაში ზღვრული ასაკი იქნება 23 წელი. მთავრობა თვლის, რომ ახალგაზრდას 18 წლისას 23 წლამდე უნდა აინტერესებდეს სწავლა, თვითგანვითარება, დაოჯახება, პროფესიული კარიერა და არა, თქვათ, მისი თვითმიზანი არ უნდა იყოს იარაღის ფლობა. აქედან გამომდინარე 23 წლის ასაკამდე ახალგაზრდები უნდა დაკავდნენ სხვა საქმიანობით, ვიდრე იარაღის მანიპულირება. თუმცა ჩვენ ჩავდებთ, რა თქმა უნდა, სანადირო იარაღის შემთხვევაში დათქმას, რომ ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ჰქონდეს სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუ კი მის ინტერესში ეს იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პირი, რომელიც ეძიებს ნებართვა მოიპოვოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარებაზე, ვალდებული იქნება ამიერიდან გაიაროს გამოცდა თეორიულ ცოდნაში და ჩააბაროს გამოცდა იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. აგრეთვე ის შემოწმდება პიროვნულად იმისთვის, რომ ისი სანდოობის და ფსიქიური თავისებურებების მიხედვით გაიცეს ან არ გაიცეს ნებართვა. აგრეთვე ახალი ცვლილებები ამტკიცებს შენახვის წესს იარაღისა, რომ ის უნდა იყოს დაშლილ განმუხტულ მდგომარეობაში, შენახული სხვადასხვა თავისებურებებით და ამ შენახვის წესების დარღვევა გადმოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლში შედის ცვლილება. ამ მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ეხება იარაღის უკანონო შეძენას და შენახვას, მკაცრდება და ჯარიმა აღარ იქნება სანქცია. პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს და შეინახავს იარაღს იმ წესების დარღვევით, რომელიც ახლა შემოდის და მკაცრდება, ჯარიმა ამ შემთხვევაში აღარ იქნება სანქცია და უფრო მეტიც მაქსიმალური სასჯელი სამის მაგივრად იქნება 4 წელი თავისუფლების აღკვეთა. დიდი სიახლე არის აგრეთვე ის, რომ იმავე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც ეხება იარაღის უკანონო ტარებას, ეს დანაშაული აღარ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული და იქნება მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. კერძოდ, აქაც ჯარიმა როგორც სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე, როგორც ახლა არის, არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც გადაყავს ეს დანაშაული ნაკლებად მძიმიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულში. მე ამას ხაზს უსვამ, რომ წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება არ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, იქნება მძიმე დანაშაული და ეს მინდა კარგად გაიგონონ და გაიგონ დღეიდანვე ჩვენმა ახალგაზრდებმა. ამ ცვლილებების თანახმად აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ კი პირი იქნება დეპორტირებული საზღვარგარეთის ქვეყნიდან იმ მიზეზით, რომ მან საზღვარგარეთ ჩაიდინა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული, მას საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა, შენახვა ტარებაზე უფლების მოპოვების საშუალება. და ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი და ალბათ რევოლუციური ცვლილება არის აგრეთვე ის, რომ
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას, თუ კი ის წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ან ნაკლებად მძიმე დანაშაულზე იარაღის გამოყენებით ან ძალადობით, რომელთა სიაც ჩამოთვლილი იქნება კანონში, ან არის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული, ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის საჭესთან თვალმდგომარეობაში ჯდომა, ან როდესაც პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. ეს პირები მიუხედავად იმისა, აქვთ მოხსნილი და გაქარწყლებული თუ არა ნასამართლობა, ვერ მიიღებენ ნებართვას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა ტარებაზე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების მომსახურების სააგენტო გასცემს ამ კანონის ძალაში შესვლიდანვე ახალი ტიპის ცნობებს, რომელიც არ იქნება ნასამართლობის ცნობა, არამედ იქნება ცნობა მსჯავრდების შესახებ. და ასეთ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, პირს აქვს მოხსნილი და გაქარწყლებული თუ არა ნასამართლობა. ყველა ის, ვინც წარსულში ყოფილა მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე, ვერ შეიძენს, შეინახავს ან ატარებს საქართველოში იარაღს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი რეფორმებისა, რომელიც ეხება იარაღის წვდომაზე წესების გამკაცრებას, სისხლის სამართლებრივი სანქციების გამკაცრებას და იმის პრევენციას, რომ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა და საკუთრება იყოს უკეთესად დაცული.